Შეყოლობრივად გვარწმუნებენ, რომ რეჟიმი კლავს, რეჟიმი და სისტემა კლავს, ამიტომ გაუმარჯოს თავისუფალ ქვეყანას, თავისუფლებას, იმ ქვეყანას, რომლისთვისაც ვიბრძვით, გაუმარჯოს თითოეულ ატყობ ადამიანს, ვინც ამ თავისუფლებისთვის ბევრს იღებს, გაუმარჯოს ყველა მოშიმშილე დატყვევებულ პატიმარს, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, დიდი მადლობა მათ იმისათვის, რასაც აკეთებენ და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მაგრამ გვიხაროდეს და მაგრად გწყინდეთ პოლიციელებო, რომ პროვოკაციებზე ვერ წამოგვაგებთ, რომ შვიდობიანი აქციები არ ზრუნდება, მანამ სანამ არ წაილეკება რეჟიმის ხელმძღვანელობა, რეჟიმის თავში მყოფი უწიგნური ადამიანები. ამიტომ ახლა დიახაც გავჩერდეთ, ვიყოთ სიმბოლური არის ეს ადგილი აქ, გუშინ მართლა როგორ სამარცხინოდ დააკავეთ ხახნი. არაფრის გამო ინტერვიუს იძლეოდა უამრავი მათგანი და ისე იტაცებდით. იმიტომ რომ ლილუაშვილს შეეშინდა და ღარიბაშვილს შეეშინდა. და დღეს გეშინიათ, მაგრამ ვეღარ ბედავთ, ხო? იმიტომ რომ არ აკევით ამ პროვოკაციაში. 1 საათით ადრე კიდევ უფრო საზაგელი კადრები გაავრცელეთ იძულებით, რომ გამოგეყვანათ ეს ხალხი მდგომარეობით და ვერ მოგართმევთ, იმიტომ რომ თქვენი ძალა არის გეთანხმებით დაპირისპირებაში, თქვენი ძალა არის სისხლისღვრაში, თქვენი ძალა არის შუღლის გაღვივებაში, ზიზღისა და ბოღმის თხევაში და ჩვენი ძალა არის სიმართლეში, ქვეყნის განვითარებაში და პატიოსებაში. ამიტომ ეს გზა გაიმარჯვეთ. არის, მოკლედ ეხლა დღის ბოლოს, ჩემო მეგობრებო, დღის ბოლოს მე ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გეგმებს გაგაცნობთ, უკვე ხვალ რას ვაკეთებთ, ხვალ შესაბამისად ზეგრას ვაკეთებთ, მანამდე ჩვენ აუცილებლად მოგვიანებით სხვადასხვა წყაროთი და არხებით, მათ შორის ტელევიზიით, შემოგეხმიანებით და ყველა დაკავების იზოლატორთან უნდა მივიდეთ. პატარა ჯგუფები, 100 კაციანი ჯგუფები და გავამხრებოთ მათად დატყვევებული ადამიანები, ვინც იქ არიან. ყველგან წაიყვანეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი დუშეთში, ზოგი მარნეულში, ზოგი ხაშურში. ვერ გაგვაწვალებთ ხახნო. ადამიანი სადმე არა ადამიანურ მოპყრობას წამებას აქვს ადგილი ახლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ხო რასაც უკეთებთ. მაგრამ ხო დაწმუნდით თქვენც ხო დაწმუნდით ლილუაშვილო, რომ ვერ ტეხავ მართალ ადამიანს, ვერ გატეხავ მართალ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის სახით, ვერ გატეხავ მართალ ადამიანს ელენე ხოშტარიას სახით, ვერ გავტეხავ თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ მართლები ვართ. ტყვიაც კი არ მოკლავს, იმდენად მართლები ვართ. ამას უნდა მიხვდეთ. და თავარი რაც გაშინებთ, არ დაგიმალავთ, ძალიან სიამოვნებს, რომ დიახაც ზუსტად იგი გაჭერთ წიგს, სადაც ყველაზე მეტად ტკივათ ჩვენი მშვიდობიანი და უკიდურესად აი ესეთი საპროტესტო მაღალი ემოციური აქციებით განგრევთ თქვენ. აი ეს ის არის, რასაც თქვენ არ ელოდებოდით. ამიტომ დღეს ყველანი ჩვენ გადავნაწილდებით და მართლა გავამხელეთ დატყვევებულ 50 ადამიანს საღამოს მე თქვენ გაცნობებთ, ხვალ რას ვაკეთებთ, ეხლა უბრალოდ აი ასე სულელობით ჩავიაროთ კიდე და დაინახოს თელმა ქალაქმა, დაინახოს აი ამ რეჟიმმა, რომ რამდენი ვართ და ეს ხალხი არის რაოდენობაშიც არ არის საქმე ხახნო. ერთი ადამიანი ებრძვის რეჟიმს დატყვევებულ და იმას ვერ ტეხავენ. ერთ ადამიანსაც კი